1970 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ერთი პანდუსი ხულოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2 წლის წინ შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისათვის აქტიური კამპანია დაიწყო, საქართველოს პარლამენტმა კი გაეროს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისი კანონი მიიღო მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში. ხულოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის ნაწილობრივ ადაპტირებული მხოლოდ გამგეობის შენობაა, თუმცა მუნიციპალიტეტში პირობას დებენ, რომ ასეთი შენობები რიცხვი მომავალში გაიზრდება. ადაპტირებული მაღალმთიანეთი სოფო შავაძის რეპორტაჟში. ირემაძეების ოჯახში 2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს. ჟუჟუნა ირემაძე და მისი შვილი ჯამბული. დედის მტკიცებით მისი ვაჟი საწოლს იმის გამოა მიჯაჭვული, რომ გარემო არაადაპტირებულია. მისი თქმით მოზარდი არასდროს ყოფილა არც სკოლაში და არც სხვაგან. ჩვენ ვართ 2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ბავშვი არის ძალიან ძიმე მდგომარეობაში. პატარაობიდან რომ ყოფილიყო მასე სკოლაში ევლოდა, საზოგადოებაში ყოფილიყო გამოსული და რაღაცა ასეთი რამე პირობები რო ყოფილიყო, შეიძლება რომ ასე ფსიქიკი არ ჩამოუყალიბდებოდა. სულ უნდა რომ იყოს მარტოდ. მარტო ყოფნა ურჩევნია ვიდრე საზოგადოებაში გამოსვლა. საქართველოში 2013 წელი შშმ პირთა წლად გამოცხადდა. 2014 წლის 6 იანვარს კი სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ადაპტაციისთვის კანონი მიიღო, თუმცა ხულოში ამ მხრივ სიტუაცია უცვლელია. გარდა გამგეობისა, სხვა არც ერთ დაწესებულებას არ გააჩნია პანდუსი. ამასთან გამგეობაშიც შშმ პირს შესვლა მხოლოდ პირველ სართულზე შეუძლია. ახლა იწყებენ ფიქსი მასთან დაკავშირებით, რომ სკოლები უნდა იყოს ადაპტირებული და ჩვენ ამისთვის შევიმუშავებთ პროგრამას. ამისთვის ეხლა კი არ უნდა მუშაობდნენ, 2013 წლიდან უნდა დაწყებულიყო ამაზე მუშაობა. ეს მათი პირდაპირ ვალდებულებაა, თუნდაც 2014 წლის დადგენილებით, რომ საჯარო გამოყენების შენობები უნდა იყოს ადაპტირებული მომდევნო 5 წლის განმავლობაში. მარტო შესასვლელის და პირველი სართულის ადაპტირება და პანდუსის მიდგმა შენობაზე არ ნიშნავს ადაპტირებას, მინდა ეს კარგად გაიგოს საზოგადოება, მარტო ეტლით მოსარგებლე არაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და იქ არის უსინათლო ადამიანის დაქვეითებულები და ასე შემდეგ. ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ადაპტირებისთვის გამგეობაში შესაბამისი პროგრამების განხორციელება დაწყებულია. გეგმავთ გამგეობაში გამგებლის მრჩევლის თანამდებობის გამოყოფას შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან ურთიერთობის და მხარდაჭერის საკითხებში. გარდა ამისა, პანდუსების თემა მუშავდება, აქამდე არ ყოფილა ეს პროგრამა მხარდაჭერის, იყო გარკვეული სოციალური მხარდაჭერის პროგრამები სხვადასხვა მიმართულებებით. ეს პროგრამები დღესაც ფუნქციონირებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დასახვეწია და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. 35,000-იან ხულოს მუნიციპალიტეტში 1970 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს. ამ რაოდენობის მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არსად ჩანან, რადგან მათი უმეტესი ნაწილი სახლებშია ჩაკეტილი.